ძიმე ისტორია მომიყვა ახლა ერთმა ქალმა. ბევრი იტირა. ნახეთ რა მოხდა. წლების წინ შვილს აჩუქა ფული, ამ ფულით იყიდეს ბინა, რომელიც დარეგისტრირდა შვილის სახელზე. გავიდა შემდეგ რაღაც პერიოდი და აი ახლა შვილმა შეიტანა სარჩელი და ითხოვს დედის გამოსახლებას. ამ ბინიდან ითხოვს. სხვა სახლი ამ ქალს არ გააჩნია და შვილი ფაქტიურად ქუჩაში ტოვებს რა. გულსაკლავად ტიროდა ეს წყალი ქალი, მაგრამ მე მგონი ბინაზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, შვილის საქციელის გამო ტიროდა. შექსპირს აქ თქვამი, რომ არაფერია ისე მტკივნეული, როგორც უმადური შვილი. სამწუხაროდ ესეთი ამბები ხდება. საიაში მქონდა ახალდაწყებული მუშაობა და არ დამოვიწყდება ერთი ბებო, რომელიც მოვიდა და ცერემლებით ყვებოდა, როგორ აჩუქა ვაკეში 60-ოთახიანი ბინა თავის შვილიშვილს და შემდეგ წლების შემდეგ უკვე შვილიშვილი დაუძლურებული მოხუცი უკვე ღრმად მოხუცი ბებოს გამოსახლებას ითხოვდა ამ ბინიდან. ჩვენ მაშინ ჩავერთეთ, სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, ჩუქება გავაუქმეთ და ბინა დაუბრუნეთ ბებოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ესეთი ამბები როცა ხდება, ყოველთვის კარგად არ მთავრდება, ზოგჯერ მთავრდება ძიმედ. მე იმას არ გეუბნებით, რომ ოჯახის წევრებს არ ენდოთ. ამას არ ვამბობ. ამბავის უნდა ენდოთ თუ არა მათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის ყველა დობას არ იმსახურებს. გონივრულად უნდა მოიქცეთ. რამდენიმე რჩევას მოგცემთ და თქვენ გადაწყვეტეთ მე გაითვალისწინებთ თუ არა. პირველი, ნუ გააჩუქებთ ერთადერთ სახლს. თორე შეიძლება დარჩეთ ღია ცის ქვეშ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ანდერძი, ან დადოთ 3 დღეში ორჩენის ხელშეკრულება, ანდერძის გაუქმება შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. და საერთოდაც რომ არაფერი არ გააკეთოთ, ანუ არც ანდერძი დაწეროთ, არც რაიმე ხელშეკრულება დადოთ, ეს ქონება არ დაიკარგება. როცა აღარ ვიქნებით, კანონის ძალით ესეთი ქონება ჩვენს მემკვიდრეებზე გადავა და გახდება მათი საკუთრება. მეორე, როცა ყიდულობთ უძრავ ქონებას და თქვენი ფულით თუ ყიდულობთ, დაარეგისტრირეთ ჯობია თქვენ სახელზე. ასე იქნებით უფრო დაცული. კარგია ჩუქება, მაგრამ ზოგჯერ ჩუქებას, მეტპატივისცემას მოაქვს სამწუხაროდ უკუ შედეგები. ადვოკატების პრაქტიკა ამას ადასტურებს. და მესამე, ადვოკატი, კარგი ადვოკატი ჯობია ჩართოთ დროულად თავიდანვე. შეიძლება იყოთ მართალი, მაგრამ სასამართლოში სიმართლეს დაცვას სჭირდება პროფესიონალი. თუ ამ სიმართლეს პროფესიონალი არ დაიცავს, შეიძლება დაიკარგოს ესეთი სიმართლე. ამიტომ დროულად ჩართეთ ადვოკატი, ეს დროული ჩართულობა დაგიზოგავთ ხარჯებსაც და გაზრდის იმ შედეგის მიღწევის შანსს, რისი მიღწევაც გსურთ. მოკლედ ამ ეტაპზე სულ ეს იყო. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, წარმატებებს გისურვებთ.